არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერის ვიზიტის მეორე დღე მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. ვიცე-პრეზიდენტთან აუდიენციით გაგრძელდა და დუბაის მმართველთან დასრულდა. დატვირთული დღის წესრიგი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, ვაჭრობას, ტურიზმს, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს დაეთმო. დღეს ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის, საკაცალბარი ჰქონდა პოლიტიკურ განზომილებაზე, ჩვენი ურთიერთობების და ასევე ხაზი გავუსვით, რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობას. ჰქონდა საუბარი საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ერთობლივად ხორციელდება და მადლობა გადავუხადეთ ზოგადად ბატონ ემირს მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ თბილი დამოკიდებულებისთვის. ჩვენი ამოცანა არის ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. შეხვედრა შედგა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მენეჯმენტთანაც, საინვესტიციო კომპანიასთან, რომელიც თბილისის მშრალი პორტის მშენებლობაშია ჩართული. სამომავლოდ კი საქართველოსთვის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პროექტები აქვს. გავიცანით პორტის მუშაობას, გვაქვს აქაც ერთობლივი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ინვესტიციის ინტერესი ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი და აქაც გამოთქვით სრული მზადყოფნა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელშეუწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით. საქართველოში კომპანიას უკვე აქვს დაწყებული ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ ჩვენი დღის წესრიგი ალბათ გულისხმობს უფრო ფართო თანამშრომლობას ლოგისტიკის სხვადასხვა მიმართულებით. კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება თანამშრომლობა და ახალი ინვესტიციები ამ მიმართულებით იქნება ძალიან სასარგებლო. ვფიქრობ, რომ ის ურთიერთობა, რომელიც კომპანიასთან უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, მოგცემს საშუალებას, რომ საქართველოში ამ მიმართულებითაც ვიხილოთ საამიროებიდან დამატებითი ინვესტიციები. არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს მჭიდრო სავაჭრო, ეკონომიკურ და სტრატეგიულ კავშირებზე საქართველოს პრემიერმა მასპინძელი ქვეყნის ტელევიზიასთანაც ისაუბრა და მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. პოლიტიკური ურთიერთობების შესანიშნავია ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობაც გვაკავშირებს. სულ ახლახან მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის. თავად სამიტი ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობას მოსაზრებების გაცვლისთვის. აუდიტორიაც საინტერესოა და ბევრი აქტუალური საკითხი განიხილება. ინტერესი დიდი გქონდა და სამიტის ორგანიზატორების მადლიერები ვართ შესანიშნავი მასპინძლობისთვის. ბევრი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის სამომავლო გეგმები, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სამომავლო პერსპექტივები და არსებული გამოწვევები. რა თქმა უნდა, გამოწვევები დიდია, მაგრამ აუცილებელია გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვა ზოგადად მსოფლიოში. სოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა სამთავრობო დელეგაციასაც. იუსტიციის მინისტრმა არაბ კოლეგასთან ერთად ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა, რომლის საფუძველზეც ორ ქვეყანას შორის მომსახურების ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სფეროში თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს. საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებმა კი ვიზიტი პოლიტიკურ ლიდერებთან და წამყვან საინვესტიციო კომპანიებთან შეხვედრებისთვის გამოიყენეს. ჩვენს მოგვეცა საშუალება, რომ ქონოდა შეხვედრები არაერთ სამთავრობო დელეგაციასთან და ასევე ძალიან მნიშვნელოვან ბიზნეს ჯგუფებთან, რომლებიც საქართველოშია დაინტერესებული, მათ შორის არაფორმალური შეხვედრები ქონდა ჩვენი EBRD-სთან, ქონდა Mazda-თან, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგიებიდან პროექტების განვითარებით არის დაინტერესებული. ეს არის საამიროების ერთ-ერთი მსხვილი ენერგეტიკული კომპანია, სახელმწიფო კომპანია და ვფიქრობ, რომ ეს განახლება ინფორმაციის ყოველთვის სასარგებლოა მიმდინარე და პერსპექტიული პროექტების წარმატებით განსახორციელება. ბევრი საკითხი იქნა განხილული, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. ინტერესი არის საკმაოდ დიდი და რა თქმა უნდა, ეს ინტერესი და პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას, ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, სფეროებად გათვალისწინებულია ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები, მომსახურების სერვისების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საკითხების ურთიერთგაცვლა. სოფლიო მთავრობათა სამიტი, რომელსაც ყოველწლიურად არაბთა გაერთიანებული საამიროები მასპინძლობს, ხვალ სრულდება. 2025 წლის სამიტს, რომლის მთავარი თემაც მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება, 140-ზე მეტი სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენელი და 80-მდე საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება.